მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. და გეტყვით, რომ რაღაც ისე გადავწყვიტე, რომ პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე აქტიურია, როგორც ჩანს ჩვენს ყოფიერებაში. კიდევ ერთხელ გავაკეთო აქცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და უნდა და ვერ ახერხებენ ხოლმე მატერიალური სიტუაციებიდან გამომდინარე, თუმცა გეტყვით, რომ 22, 23, 24 და 25 მაისი შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და გააკეთოთ დიაგნოსტიკა, ხო? თქვენთვის სასურველი სიტუაციები გაარკვიოთ, რა არის, როგორ არის, რა ხდება, როგორი განვითარება ექნება ურთიერთობას, რამე ხო არ არის ისეთი, რაც უნდა იცოდეთ ამ ადამიანზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თქვენი კითხვებით შედის ამ ყველაფერში და ხშირი კითხვა რაც არის, მეკითხებიან ხოლმე, რომ დრო როგორ არის და რამდენია, ხო? 10 წუთი, 15, 20, არა მეგობრებო, არის 1 საათი, 1 საათის განმავლობაში და შესაძლებელია ხანდახან მეტიც ყოფილა, ვისაც გაუკეთებია ჩემთან დიაგნოსტიკა, კი იციან, რომ საათს არასოდეს არ ვუყურებ და არ ვეუბნები უკაცრავად თქვენი დრო ამოიწერეთ, თუ გინდათ დაამატეთ დრო, ხო? და გადაიხადეთ ნახა. არა, მაქსიმალურად ვცდილობ ყოველთვის ყველაფერი იყოს ამომწურავი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ რა არ არის ესე. აქედან გამომდინარე, მოკლედ აი ესეთი სიტუაცია არის. ეხლა კი გავაკეთეთ ესეთი გაშლა. რა შემოდის თქვენს პირად ურთიერთობაში და დავიხმარებ მე ესეთ დასტას დრო, რომელიც გაგვიცაზღვრავს დაახლოებით პერიოდს, დროს, როდის მოხდება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ვარიანტი არ იყოს, მოდით იყოს სამი ვარიანტი, რა შემოდის თქვენს პირად ურთიერთობის ცხოვრებაში, ხო? პირადი ურთიერთობა bis მდგომარეობის სიტუაციებში და შევხედოთ პერიოდსაც. პირველ რიგში აუცილებლად გავარკვიოთ რა ხდება დღესდღეობით, ხო? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. 1, 2 და 3 ლურჯზე რომ მიდევს ეს ლურჯი და ვერ გამოჩნდება და შესაბამისად გამოვიყენოთ ესეთი ეს ლურჯი არ გაწყობს. დამატინელი ESP პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი იყოს ავანტიურინი და მესამე ვარიანტი იყოს ასეთი ვეთქოს თვალი ჩანსკი. ასეთი. და ვნახოთ დღესდღეობით რა სიტუაციაა თქვენს პირად ურთიერთობაში, რა შემოვა და ზოგადად რა პერიოდი იქნება ეს. გადავდებ, მე მგონი ჩაიფიქრეთ, დამატინელი ავანტიურინი ვთქვის თვალი, პირველი, მეორე, მესამე. ჩავიფიქროთ, ვენდოთ ქვეცნობიერს, პირველი რაც ემოციურად მოვა, ის იყოს. თუმცა შეგიძლიათ მოусმენთ, არის ხოლმე, რომ შეიძლება ინტუიციამ ვერ გაამართლოს ისე ხანდახან ხო არის. შეგიძლიათ მოусმენთ ვარიანტებს და ნახეთ რა ან პირველი რასაც ვკითხულობ, ეს არის ეხლა რა ენერგიები გაქვთ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში და შესაბამისად შეიძლება თქვენ პირველი აერჩიეთ, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მეორე ყოფილა თქვენ, იმიტომ რომ მეორე რეზონირდეს ხო თქვენთვის, ანუ მეორე იყოს ის მომენტი, რაც დღესდღეობით ხდება თქვენთან მიმართებაში და შესაბამისად იმიდან გამომდინარე, რა მოხდება უფრო მარტივი ასაქმელია, ისე რომ თუ თქვენმა ინტუიციამ ვერ იმუშავა, შეგიძლიათ მოусმენთ სამივესთან, სწორი ვარიანტი, ანუ რომელიც უფრო რეზონირდება, ის არის თქვენი. მოკლედ, იმედია ჩაიფიქრეთ, იმედია
მოიფიქრეთ, მე გადავდებ მესამე ვარიანტს, გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყებ პირველი ვარიანტით, ეს მგონი აქ ჩანს. ვინც ერთია, დამატინელი იასპი, არა, აქეთ არ ჩანს. მგონი აქ ჯობია თუ მოგდავთ. არა, აქეთ არ ჩანს, აქეთ ყველაზე კარგად. ჩესტი იასპი. რა ხდება ახლა თქვენს ურთიერთობაში? ნუ აქ აშკარად პირდაპირ იმპერატორი მეწვია. ერთი რა უნდა იმპერატორს რა ხდება? რა ხდება? ნუ აქ აშკარად შეიძლება ითქვას, რომ აქ არის სიტუაცია თქვენს ურთიერთობაზე. ნუ თუ კონკრეტულად მეუღლეს უყურებთ, ხო, თუ არის ესეთი მომენტიც ხომ, რომ პირად ურთიერთობაში ხარ მეუღლეს და რაღაცა დაძაბული სიტუაცია შეგქონდეს და გვაინტერესებს, ხო, რა ხდება აქ თუ ესეთი ვინმე არის პირდაპირ, მიუხედავად, ანუ თქვენს შორის ხდება მეუღლესთან დაძაბული მდგომარეობა, სადაც თითქოს ერთმანეთთან რაღაც გარკვევაში ხართ, რა როგორანაირად, რა გადაწყვეტილება მიიღოთ და თან პლუს ამას ნახეთ როგორი მომენტი არის აქ ერთის მხრივ გადაწყვეტილებას იღოთ, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს ყველაფრის მცდელობა არის აქ ურთიერთობის დალაგების. აქ რაღაცა მცდელობა არის იმის, რომ იქნება გამოვიდეს რაღაცა სხვადასხვა გზებით, ხო, იქნება რაღაც თქვათ დღეს წითელი კაბით დავხდეთ ხვალ შავი კაბით რომელიღაცა ფერი მოეწონება, ხო, საბოლოო ჯამში და ნუ არ გადავწყვეტოთ, რომ აი ეს ფერი მოსწონს ამ ადამიანს და ამ ფერით შევხვდეთ, ხო, რომ მის ხასიათს მოვარგოთ სიტუაცია, რაღაცა ესეთი მდგომარეობა. რა ხდება? ეხლა ამ ეტაპზე ნახეთ როგორი სიტუაცია არის. აქ თითქოს აი ხო გეუბნებით, ადამიანები შეიძლება ცდილობენ რაღაც მომენტში ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი პრობლემის მდგომარეობა, რომელიც თქვათ არის წინაღობა იმის, რომ ესე მარტივად არ გამოვა თქვენი ურთიერთობა. ნუ შესაბამისად, ახლა თუ კონკრეტულად მეუღლეს არ უყურებთ, მოდით ესე ვთქვათ, აქ შეიძლება ადამიანი უყურებდეს დაოჯახებულ მამაკაცს, ხო? რაღაცა დაოჯახებულ სიტუაციას, სამკუთხედ სიტუაციას. თქვენ შორის არის ის მომენტი, როდესაც ფიზიკურად ნახეთ, არასულიერი პრობლემები და რაღაც ემოციური პრობლემების მდგომარეობა. აქ ფიზიკური პრობლემების მდგომარეობის წინაშე ვდგავართ. ნუ აშკარად აქ ადამიანი დაოჯახებულია. მოკლედ პირველი ვარიანტი, ვინც უყურებთ, ეს არის თქვენი პირად ურთიერთობაში რა ხდება, სიტუაცია, რომელიც არის დაოჯახებულ ადამიანთან, რომელიც არის სამკუთხედი, რომელშიც არის კონკრეტული ადამიანები პრობლემა, ესე რომ ვთქვათ, თქვენთვის პრობლემა, რის გამოც თქვენი ურთიერთობა არ მიდის წინ, თქვათ, თქვენ სიტუაციებში გაქვთ უკამათი, გაქვთ რაღაცა გარჩევა და გარკვევა, თუმცა მაინც მცდელობა იმის, რომ რამენაირად სიტუაცია სათქმენოდ გადაწყდეს, ამის მცდელობები ნამდვილად არის, ხო? ამისი რაღაცა მუშაობა იმასთან მიმართებაში, რომ ნუ ხან მარჯვენა მოვუდგეთ, ხან მარცხენა მოვუდგეთ და რაღაცა ამ ადამიანის გრძნობები იქნება, ემოციები იქნება, თუ არა აქვს მნიშვნელობა, რაღაც სიტუაციები იქნება, ყველანაირად მივუდგეთ, ხო, ცუდ ხასიათზეა დაუთმოთ, კარგ ხასიათზეა აყვეთ, გაგებუტათ, თქვენ დაურეკოთ პირველმა თითქოს, ხო, რაღაცა მომენტში თითქოს ამ ადამიანის ემოციებთან იყოთ რაღაც ისე მას როგორ უნდა, ხო, იმიტომ რომ თან გინდათ ამ ყველაფრის შენარჩუნება, თუმცა თან ამავდროულად გაქვთ რაღაც კონფლიქტური მომენტები, სადაც თითქოს იცავთ საკუთარ პოზიციებს, ხო, ნუ რაღაცა საკუთარ სურვილებს და მიზნებს. კარგით, მოდით, ნახოთ. როგორ განვითარდება თქვენი ეს სიტუაცია, რა შემოვა ამ ურთიერთობის მდგომარეობაში, რა შემოვა თქვენ ორი ადამიანის ურთიერთობაში.
ნახეთ რა შემოვა თქვენ ორ ადამიანის ურთიერთობაში. მე ესე გეტყვით, აქ სიტუაცია იქნება ესეთი. ორი მდგომარეობა იქნება. ერთის მხრივ თუ თქვენ წახვალთ ამ ადამიანის თვის დათმობაზე, ანუ თუ თქვენ დაუთმობთ ამ ადამიანს და შეეგუებით იმ ფაქტს, რომ სამკუთხედში უნდა იყოთ და ვიცად, როდის როგორ შეგხვდებათ თუ დაგირეკავთ თუ რას გააკეთებს ხო თქვენთვის, დაეყრდნოთ ამ სიტუაციას და მიყვეთ იმ ადამიანის ნაბიჯებს, ურთიერთობა იქნება სტაბილური, იქნება აქტიური, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ვაღიაროთ რაღაცა ვნების და სექსუალური ლტოლვის მდგომარეობაში, ხო? რა შემოვა? რომ ვთქვათ, ნახეთ, შემოვა უბრალოდ სტაბილური მომენტი, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება, ერთმანეთთან კომუნიკაცია ექნებათ, ერთმანეთთან რაღაც ესეთი ტკბობაც ექნებათ, მაგრამ ანუ ეს იქნება მათი კავშირი მხოლოდ და მხოლოდ, ხო? რაღაცა ესე ვთქვათ. იმის იქეთ წინ ფიზიკურად ნაბიჯს არ გადავდგავთ, ხო? რაღაცა გაჩერებული მდგომარეობა. უბრალოდ ტკბობა. აი, უბრალოდ ურთიერთობა, უბრალოდ შეხვედრა, უბრალოდ კაი გამარჯობა, კაი გაგიმარჯოს, სადღაც წავედით, შევჭამეთ, დავლიეთ, გავერთეთ, კინოში წავედით. აი, რაღაც ეს მომენტი. ისე რომ თქვენს ურთიერთობაში მეორეს მხრივ თუ თქვენ ამ ადამიანის, ისე ვთქვათ, რაღაცა არ წახვალთ ამ ადამიანის ხასიათებს არ მოერგებით და თქვენს პოზიციებს და ეცდებით, რომ გაიმყაროთ. აქ იქნება გაურკვევლობა, აქ იქნება ესე ვთქვი, ომის შეიძლება ითქვას. აქ იქნება რაღაცა კონფლიქტური მომენტი და საბოლოო ჯამში აქ როგორც ასეთი ურთიერთობა დასრულდება, ხვდებით? ანუ აქ არის ის მომენტი, როდესაც აი რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, პირად ურთიერთობაში კონკრეტულად აი ამ ადამიანთან მიმართებაში, რომელსაც ახლა აქ საუბრობთ. გაურკვეველი მდგომარეობა, გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობა უფრო მეტად. ნახეთ, რო ვკითხულობთ რა შემოვა, აქ შემოვა ის მომენტი, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, ან იყოთ ურთიერთობაში, სადაც როცა მას გაეხარდება, მაშინ მოვა, როცა მას გაეხარდება, მაშინ გაგასეირნებთ, როცა მას გაეხარდება, მაშინ თავზე გადაგისვათ ხელს და ყვავილებს მოგართვეთ, როცა მას ეს ყველაფერი არ ენდომება, ან უბრალოდ თქვენ მას დაუსვავთ საკითხს, რომ ესე არ მაწყობს, ესე არ მომწონს, ხო? შესაბამისად ადამიანი შეიძლება გავიდეს ურთიერთობიდან. აქედან გამომდინარე, თქვენ გაქვთ უკვე აქ ის მომენტი, თქვენს ცხოვრებაში შემოვა ის მომენტი, როდესაც ან უნდა გაუშვათ ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან და დაუსრულოთ, ან უბრალოდ უნდა გაყვეთ იმ გზას და მიყვეთ იმ მდგომარეობას, რომელსაც ეს შემოგთავაზებთ. და მოდით ვნახოთ, რა პერიოდი იქნება ეს. პერიოდი. რას გვეტყვის სამყარო. დაახლოებით რა პერიოდში იქნება ეს ყველაფერი. იცით რა, აი პერიოდთან მიმართებაში სამყაროს ეგეთყვით, რომ მოდით მომანდეთ მეო. მიანდეთ სამყაროს ყველაფერი განვითარდეს თავისით. აი რაღაც მომენტში ალბათ აქ უფრო რა უნდა განვითარდეს თავისით, მოდით აბა ერთი ვკითხოთ. რასთან მიმართებაში გირჩევთ ამას სამყარო. ამ პერიოდს მიანდოთ.
იცით რა არის, აქ ესე გეტყვით, რომ აქ ცოტა ხანი დაელოდეთ სიტუაციას და სამყარო თავად დაგანახებთ ამ ადამიანის რეალურ სახეს. აი ეს მომენტია. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ ცოტაც დარჩა იმისთვის და აცადეთ სამყაროს დაგანახოთ ამ ადამიანის რეალური სახე. დაგანახოთ ამ ადამიანის რეალური მდგომარეობა, ხო? რისი გამკეთებელია და როგორი გამკეთებელია, ხო? როგორც ჩანს, სამყარო ამას თავად მოაგვარებს, თავად დაალაგებს ყველაფერს ისე, რომ თქვენ ძალიან არ გეტკინოთ შეიძლება ამ ადამიანის რაღაცა უბრალოდ თქვენგან წასვლა, ესე რომ ვთქვა. მოგეთ აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი სამკუთხედის მდგომარეობა იყო. დავდებ პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც აირჩია ავაჭურენი. რა ხდება ხა ამ ეტაპზე? აჰა. აქ მე მგონი რაღაცა ახალი ხდება. იმედი. მოდით ნახოთ რა ხდება ხა თქვენს ურთიერთობაში კონკრეტულად რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. რაღაცა ახალი მეჩვენება იმედია ისიც იქნება. რა ხდება? მე აქეთ კიდე რა ხდება კაცო? აი აქაც რაღაცა ცოტა ისეთი უცნაური მომენტია, მაგრამ ნახეთ რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში. აქ თითქოს ადამიანებს რაღაცნაირად გადასაჭრელი აქვს და აქ უფრო როგორი მომენტიცით ახალია თქო მინდოდა, მაგრამ არ არის ახალი. გინდა თუ არა არ არის ახალი. ეს არის მომენტი, როდესაც რაღაც არჩევანი გაკეთდა ურთიერთობაში. აქ ადამიანმა ვერ შეძლო რომ დაენახა ის შანსი, რომელიც მას მიეცა სამყაროსგან, გაერიდა სიტუაციას, მაგრამ ახლა თითქოს რაღაცა შორიდან ხდება ერთმანეთის დათვალიერება, კონტროლი, ერთმანეთის ინფორმაციის მოძიება, მაგრამ აქ უფრო ესეთი მომენტი არის. ქალბატონებს შეიძლება ითქვას, მოფრინდა პეპელაც. აქ უფრო ქალბატონები არიან ისეთ ენერგიაში, შეიძლება ითქვას რაღაცა ვალდებულებების, პასუხისმგებლობების, ახლა მე არ ვიტყვი რომ აქაც სამკუთხედია თქო, თუმცა ეგ მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ უფრო რატომღაც მაინც ის მომენტი მომდის, რომ არის ქალბატონები, რომლებსაც შვილები ყავს და მამაკაცი პატარაა. ასაკით, ან რაღაცა თქვათ ასაკობრივი სხვაობა თუ არ არის, სტატუსით არის პატარა, ემოციურად არის პატარა, ანუ ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენზე უფროსი იყოს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი, აი რომელსაც არ გააჩნია ის პასუხისმგებლობები, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არ გააჩნია ის რაღაცა ძალა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, ხო, აქ რაღაც ეს მომენტი არის. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამ ეტაპზე? მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ურთიერთობა არის გაშვებული, ეს ურთიერთობა თითქოს არის უკვე გადაწყვეტილი, არ გამოყენება შანსის, არ გამოყენება იმ მდგომარეობის, რომელსაც სამყარომ გამოაგზავნა და მიიღო გადაწყვეტილება, გასულიყო ურთიერთობიდან და გაგრიდებოდათ, ხო, რაღაცა ეს მომენტია. ნუ აქ უფრო წარსული ურთიერთობის მომენტი არის. ან უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი ურთიერთობის, რომელიც არც ახლოს გიშვებთ, არც შორს. ხო, რაღაც ეს მომენტიც შეიძლება ითქვას, მე ერთ არგანს კიდე დავამატებ, რატომღაც მინდა. ხო, აქ მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილი ურთიერთობა არის, სადაც ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან მაინც დამიზუსტა. კარგით, რა შემოვა? კი ბატონო, ეს ადამიანი წავიდა. ამ წუთას თქვენ თავისუფალი ხართ, ამ წუთას თქვენი ვალდებულებებით ხართ და რა შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში? რა შემოვა? თქვენს პირად ცხოვრებაში, ესე ვიტყოდი, შემოვა
სიახლეები, ნამდვილად ახალი ურთიერთობა, სადაც შეიძლება ითქვას, ვიღაცებისთვის შეიძლება ეს მომენტი იყოს სამსახურის მდგომარეობაში. თქვენ ცხოვრებაში შემოვა გამოფხიზლება, გამოღვიძება, საკმაოდ ისეთი სოლიდური, ჭკვიანი, ვიღაცებთან მოდით ესე ვიტყვი, აი პროფესიული კუთხით რატო წამოვიდა არ ვიცი, მაგრამ პროფესიული კუთხით შეიძლება იყოს აი ორი ენერგია მომდის, ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს სამედიცინო სფეროში კონკრეტულად და მეორე რატომღაც მოდის ის მომენტი, როდესაც არის რაღაცა ძალოვან სტრუქტურებში, ხო? აი რატომღაც ეს ორი ვარიანტი წამოვიდა ძალიან. თითქოს აქ შემოდის თქვენ ცხოვრებაში, თითქოს აქ შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აქ იწყება თქვენთვის რაღაცნაირად გამოფხიზლება, გამოღვიძება, ახალი ენერგიების შემოსვლა ამ ადამიანის, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი თქვენთან შემოიჭრება როგორი მომენტით, იცით, აი სასდრო არ ელოდებით და სიტუაციურად რაღაც მომენტში. ვიღაცებისთვის შეიძლება ეს იყოს კიდევაც ასე ვთქვათ სამსახურებრივი ურთიერთობაც. ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში შემოვა იმისთვის, რომ უბრალოდ ემოციები მოგცეთ, იმისთვის, რომ რაღაცა ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ. ეს ადამიანი ძალიან კარგად გაგიგებთ სხვათა შორის და თქვენ ძალიან კარგად გაუგებთ ამ ადამიანს. ნახეთ, აი თითქოს ერთ ტალღაზე მყოფი ადამიანები იქნებით, ერთ აზრზე მყოფი ადამიანები იქნებით. თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ ენერგიას, დიდ ემოციას, კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ რწმენას საკუთარ თავში, კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებას მოგცემთ ეს ადამიანი თქვენ. ძალიან კარგი რაღაცები შემოდის. ხო, აქ შემოდის ურთიერთობა, აქ შემოდის ემოციები, აქ შემოდის რაღაცნაირად განახლება სიტუაციის, განახლება თქვენი ენერგიების, პირადი ურთიერთობის, სიყვარულის ენერგიების განახლება შემოდის. აბა ვნახოთ ახლა როდის რა პერიოდს გვეტყვის სამყარო. ნახოთ. ძალიან კარგი მეორე ვარიანტი, ძალიან კარგია. რომ რაღაცა განახლება და საინტერესო მდგომარეობა შემოდის და პერიოდი. რამოდენიმე თვეშიო ესე გვითხრა ჩვენმა დამხმარე ტარომ, ხო? ეს არის თუმცა მე რატომღაც მაინც რამოდენიმე თვე შეიძლება ითქვას ერთი თვეც, ხო? ორი თვე მაქსიმუმ. შეიძლება ითქვას, ესე ვიტყოდი, რომ ზაფხულის პერიოდში შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში თქვენთან თუ მიენდობით სამყაროს, თუ მიენდობით რაღაცა ესე ვთქვათ მდგომარეობას და გაუღებთ კარს, ესე რომ ვთქვათ, თქვენს ენერგიებს ახალ ეტაპს და ახალ ურთიერთობებს და არ იქნებით წარსული, ფიქრით, რომ აი რაღაცა ფიქრით ნახეთ, მის დაბრუნებაზე არ არის აქ ლაპარაკი, უბრალოდ იმაზე, რომ აი რატო მოიქცა ესე, რატო გააკეთა ისე, ნეტა ეხა სად არის, ნეტა ეხა, იმიტომ რომ აქ გააქვთ რაღაც მომენტში ორივეს იმის მომენტი, რომ ინტერესი ნეტა ეხა უჩემოდ როგორ არის ხვდებით და აი უჩემოდ როგორ არის, რომ გადადოთ გვერდზე და გაანთავისუფლოთ ეს თქვენი სივრცე, რასაც ქვია, თქვენი პირადი ენერგიების სივრცე და დაასრულოთ ამ ყველაფერზე ფიქრი, ხო? აქ უკვე თქვენ ცხოვრებაში რაღაცა უფრო მარლე და მარტივად შემოიჭრება. თუმცა ნუ სამყარო გეუბნებათ, რომ რამოდენიმე თვეში ეს ყველაფერი მოხდება. ძალიან კარგი. მეორე ვარიანტიც და ნახოთ. მესამე ვარიანტი. ბატონო, აქ დავდოთ. რაც კარგად რა მოვქნა. ასე. მესამე ვარიანტი. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? აქ რაღაცა გაბრაზებული აქ ალბათონი და რატო ხართ გაბრაზებული? ეს გადმოხდა.
აი აქ ნახეთ როგორი მომენტია. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, აქ როგორც ჩანს რაღაც თქვენთანაც დასრულებული სიტუაცია არის. ეხლა საკმაოდ დიდ ტრანსფორმაციას გადიხართ, გადაწყვეტილებებს იღებთ, რაღაც პერსპექტივებს ალაგებთ ცხოვრების, გადართული ხართ შეიძლება ითქვას უფრო სამუშაოზე, სამსახურის მდგომარეობაზე, ცოტა ხანი პირადი გვერდზე გვაკადადებული ხო, რაღაც უფრო მეტად ვცდილობთ რომ განვითარდეთ, წინ წავიდეთ, ჩვენი ქვეცნობიერი, ცნობიერის შერწყმა მოვახდინოთ, ხო, ინტუიციებს ვენდოთ, რაღაცა მომენტში ხან გავბრაზდეთ, ხან გაგვიხარდეს, ხო? მაგრამ ნახეთ, აქ საკმაოდ ისეთ საინტერესო და ძალიან მრავალფეროვან ტრანსფორმაციას გადიხართ, შეიძლება ითქვას აქ რატომღაც ესე მომდის მდგომარეობა, ხო? თუ ურთიერთობაში ხარ, თქვათ, ხო, აქ რაღაც მომენტში შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ საით მიდის თქვენი ურთიერთობა, ხო? რა სიტუაციისკენ მიდის, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. აი, აქ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ხო, აი რაღაც მომენტში შეიძლება თქვენს ცხოვრებაში უკვე გამოჩნდა კიდევაც ადამიანი, ნახეთ, თქვენ გადიხართ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას და მაინდა-მაინც ეს არ არის პირადი ურთიერთობის ტრანსფორმაციის მდგომარეობა, ხო, რაღაც მომენტში შეიძლება უბრალოდ რაღაც კარმული მდგომარეობა იყოს და კარმული სიტუაცია, ხო, რაღაც გადიხართ ნახეთ, მივახციე რაღაც კონკრეტულ ფინანსურ შედეგს, რაღაც ემოციურ შედეგს და ასე შემდეგ და ну ეხლა რაღაცა უნდა გადავიდეს სხვა სიტუაციაში, ხო, ეხლაც უფრო მეტი საკუთარი ბიზნესი მქონდეს ან რაღაც აი თქვენს ცხოვრებაში ეხლა პირადი ურთიერთობის მდგომარეობა უფრო აი რაღაცა ფლირტის და ეს ახალი კომუნიკაციის მდგომარეობა, რომ იმდენად ხა თქვენ თავზე ხართ ორიენტირებული და თქვენს ახალ რაღაცა პერსპექტივებზე და ახალ გამოწვევებზე, რომ ну ურთიერთობა ცოტა ხანი რაღაცა ისე ლაითი ახალი საწყისი ურთიერთობის მდგომარეობა შეიძლება ითქვას. ძალიან კარგი, აქაც არ არის ცუდი, მშვენიერია მესამე ვარიანტიც. იმიტომ რომ ну ფლირტიდან იწყება ყველაფერი, ხო? თან თუ თქვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ რომ გაერკვეთ ბევრ სიტუაციაში და გაერკვეთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მით უფრო კარგია, ხო ეს? ნახოთ, აბა რა შემოვა ფორტუნას ბორბალი. ну აი რა შემოვა თქვენთან მიმართებაში, ცოტა ისეთი უცნაური მომენტია, მაგრამ ნახეთ, ამ ეტაპზე ესე ვიტყვი, რომ აქ თქვენ კარმული გაკვეთილების გასავლელი გაქვთ, აქ თქვენ კარმული მდგომარეობა შეიძლება თქვას, რომ ადამიანი თუ თქვენს ურთიერთობაში ახლა ფლირტის მდგომარეობით მაინც არის შემოსული და ახალი ურთიერთობაში ხართ, გეტყვით, რომ ეს არის შეიძლება ითქვას ადამიანი, რომელსაც უნდა გასწავლოთ, რომელთანაც უნდა ისწავლოთ, რომელთანაც დასასრულებელი გაქვთ, შეიძლება ითქვას რაღაცა პრიორიტეტულად გადალაგება თქვენი ცხოვრების როგორ უნდა იყოს, ანუ ამ ადამიანმა არ უნდა შეგიშალოთ ხელი ტრანსფორმაციაში, იმისთვის რომ წინ წახვიდეთ, ხო? უნდა დაინახოთ ყველა ის შანსი, უნდა დაინახოთ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ანუ დაასრულოთ ყველა თქვენთვის არასასურველი მდგომარეობა, დაასრულოთ თქვენთვის არა აი ყველა ის წინაღობა, რომელიც გიშლით ხელს იმისთვის რომ წინ წახვიდეთ, გიშლით ხელს რომ იმისთვის რომ მეტი შეძლოთ, მეტი გააკეთოთ, მეტი ანუ თქვენ აძლიოთ თქვენი შიშების მდგომარეობა, ხო აი რა შემოდის თქვენს ურთიერთობაში, მეგობრებო, აი მესამე ვარიანტი საკმაოდ ისე დაიწყო კარგად, იმიტომ რომ გაცნობიერების მდგომარეობა არის, რაღაცა თითქოს ახალი დაწყებული ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ, გრძელდება ეს ყველაფერი ცოტა ისეთი ძიმი არ არის, მაგრამ ნახეთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ ყველა ნაბიჯზე და კარგად უნდა დაფიქრდეთ ყველა იმ სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნება თქვენს პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. არ დაუშვათ იგივე შეცდომები, რაც თქვა წინა ურთიერთობაში. არ მისცეთ საშუალება ვინმეს და რამეს, რომ თქვენს ცხოვრებას წინ გადაუდგეს, ხო? ნახეთ, თუ თქვენ ურთიერთობაში გქონდეთ ისეთი მომენტი, როდესაც გეუბნებოდნენ, რომ არ იმუშაო,
ვიღაცა მამაკაციც იქნება სამსახურში და ეჭვიანობა და სცენები და ასე თუ იგივე მე გამეორდება თუ იგივე იქნება ხო არ დათმო თქვენი პოზიციები ხა არავის არ აქვს უფლება რაღაცა აგიკრძალოთ ხო აი რაღაც ეს მომენტი წამომივიდა არ ვიცი რატომ მომდივრის ხომ ესე კონკრეტული სიტუაცია მაგრამ ალბათ ვიღაცა კონკრეტულად ვიღაცასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო ეს სიტუაცია აი რატომღაც მე უფრო ეს მომენტი მომდის რომ თითქოს ნახეთ თქვენ ცხოვრებაში პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ბევრჯერ გაქვთ დათმობილი კარიერა, ბევრჯერ გაქვთ დათმობილი თქვენი პირადი სურვილები, თქვენი პირადი კართობა იქნებოდა თუნდაც ის მომენტი რომ აი რაღაცა თქვენ გინდათ რომ მოკლედ მაგქონოდათ და თქვა თქვენს პარტნიორს არ მოსწონდა და ის გამო ქსელს ატარებდით ამ პირიქით თქვენ გძელი გინდათ და ახლა პარტნიორს მოკლე უნდა და მოკლეს ატარებდით ხო აი აქ ის მომენტი არის ნახეთ როგორ რამდენად ისწავლეთ თქვენ თქვენი პრიორიტეტების დაცვა და აქ თითქოს როგორი მომენტი მოდის ისიც რომ აი სამყარო კიდევ შეიძლება იცით რაღაც მომენტში ის ყოფილი ადამიანს გამოჩნდეს თქვენს ურთიერთობაში რატომღაც ესეც მომდის ინფორმაცია და კი ესეც მომდის ინფორმაცია თქო და პირდაპირ კი ნახეთ აი აქ ის მომენტია როდესაც შეიძლება ეს ადამიანი დაბრუნდეს თქვენი ყოფილი ადამიანი და მიიღებს თუ არ მიიღებს და ახალ ურთიერთობას აერჩევთ თუ არ აერჩევთ აი რაღაც ნახეთ თქვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაც ისეთი მდგომარეობა პირად ურთიერთობებთან მიმართებაში რა შეცდომებით გაქვთ დაშვებული იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ იმისთვის რომ მე სამყარომ მოგცეთ ის ურთიერთობა სადაც გექნებათ ჰარმონია ხო სადაც გექნებათ სიმშვიდე სადაც გექნებათ სიყვარული ხო რაღაცა ერთმანეთის პატივისცემა მოდით ნახოთ დაახლოებით რა პერიოდი იქნება ეს ყველაფერი რა სიტყვის სამყარო ну აი ამ ყველაფრის მდგომარეობა შეიძლება ითქვას იქნება უფრო იქეთა წელს გადავდივართ ანუ ნახეთ თქვენ ეხლა ამ ეტაპზე გადიხართ ტრანსფორმაციას და როგორც მე ვხვდები, როდესაც თქვენ იგრძნობთ თავს უკვე მყარად ურთიერთობაში და ამ ახალ ურთიერთობაში, როდესაც თქვენ იგრძნობთ თავს სტაბილურად ამ ურთიერთობაში, უკვე დაალაგებთ ურთიერთობის იმ ეტაპს, რასაც ქვია ფლირტი, გაცნობა, შეცნობა, სიყვარული, ემოციები და აი უკვე რომ უნდა გადახვიდეთ იმ რაღაცა მდგომარეობაში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, აი მაშინ შეიძლება გამოჩნდეს რატომღაც ესე წამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ მაშინ გამოჩნდეს ყოფილი, რომ ურთიერთობაში ნახოს სამყარომ თქვენ რამდენად სწორად მიიღეთ გადაწყვეტილება, ანუ რამდენად სწორად მოიქცევით ურთიერთობაში, ხო? შეიძლება ამ ადამიანთან იყოს, ანუ ყველასთან ხო არ იქნება ყოფილის გამოჩენა. ამ ადამიანთან იყოს რაღაცა დაალაგეთ, შეგიყვარდათ ემოციებით, მთელი ამბებით, ხო, რაღაც აი ყველაფერი ჩავდეთ, ამდენი თვე გავიდა და ნახეთ უკვე ადამიანი გისვავთ კონკრეტულ საკითხებს, რომ მე ეს არ მომწონს, მე შენი თმისფერი არ მომწონს, მე შენი რაღაც ფრჩხილისფერი არ მომწონს, ესე არ გაიცინო, ისე არ თქვა, ესე ნუჭა, ისე ცოტა გახდი, კაის კაბა გიხდება, იშარვალი არ გიხდება, მსგავსი მომენტები ხვდებით და აი ეს როგორც ჩანს თქვენთვის რაღაცა ის მომენტი იქნება, როდესაც აი უკვე ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილია. სადღაც იანვარში უკვე იმ წელში გადადიხართ, მართალია, ჯერ წინ მთელი ამხელო პერიოდი გაქვთ, ამდენი თვე გაქვთ იმისთვის რომ შეეჩვიოთ, შეეგუოთ, შეგიყვარდეთ, ნახეთ სწორად შეხედეთ ყველაფერს სამყარო ნიშნებსაც მოგცემთ იმისთვის რომ დაინახოთ იანვრამდე რა როგორ რანაირად, ამიტომ ნუ კარგად დააკვირდით სიტუაციებს და კარგად შეხედეთ რა იქნება და როგორ იქნება. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა სამივე ვარიანტი. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან, სიყვარულს და ვიმედავთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, როგორც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო და იქნებით ბედნიერები. რა თქმა უნდა, დროებით.